ჩვენ კედლები აღარ გვაქვს. რაც კარგია. იმიტომ რომ ეგ იყო შემდეგი ეტაპი. ალბათ იკითხავთ ამდენი ხანი სად იყავიო, მაგრამ მართლა კედლებს ვანგრევდი. იმდენად ვანგრევდი, რომ სულ აქ ვიყავი და ვანგრევდი და მე მივხვდი, რომ თუ აქ ვიქნებოდი და კედლებს დავანგრევდი, ვერავინ ვერ იმუშავებდა ჩემ ნაცვლად, იმისთვის რომ გამოემუშავებინა ფული, რომ კედლები დამენგრია. ამიტომ წავედი, მუშაობა გავაგრძელე და კედლები მე ვეღარ დავანგრიე და მე ნერვები მომეშალა და ნიკას ვთხოვე, რომ კედლები დაენგრიათ და ძალიან კარგ ფასად ჩემი სახლის შიგნითა და გარეთ კედლები უკვე აღარ არის. და ჩემი სახლი ახლა ასე გამოიყურება, რაც კატასტროფაა, მაგრამ მგონი უფრო მყუდროს გავს. იმიტომ რომ აგურები აქვს. და მოდი თურმე ჩემი სახლის საყრდენი კოჭი არის საყრდენი კოჭი ეყრდნობა ამ კოჭს, რომელიც ლპება. არ ვიცი, ალბათ მილ კვადრატით ან რამე რკინით უნდა შევცვალოთ სასწრაფოდ, იმიტომ რომ გუში ვნახე, რომ ან ჩემი სახლი რაზეც დგას, ის ხე ასე იფხშნება. You see? It means we მაგრამ ძალიან მაგარია. ალბათ იკითხავთ სად არის ის ფილა 21-12 ელენიკომ რომ აჩუქა. გახსოვთ რომ ვაწებებდი ელენეს რომ ვეუბნები ძალიან მაგარი წებო არის მეთქი. ეს წებო ანუ მართლა ყველაფერს აწევებს. თავარია ჰაერი შევიდეს რა. ნამდვილად ძალიან მაგარი წებო აღმოჩნდა. ყველანაირად ეცადეს ბიჭებმა რომ მოიხსნათ უსაფრთხოდ და თითქმის უსაფრთხოდ მოხსენით. ფილად ცოტათი გაიბზარა ფოქსობოდიში. მართლა აი ვერანაირად ვერ მოხსენით სხვანაირად. უკან ნალესი რაც ქონდა ეგეც აძურა. მაგრამ ყველა ნაწილი მაქვს იდეალურად გაიბზარა და იდეალურად დავაწებებ და უფრო დიდი ისტორია ექნება ახლა მაგ ფილას. და რადგან წინა ეპიზოდში ვთქვი რომ დამიწერეთ ვინ იმსახურებს ვესპათი რომ ჩამოვიდეს მეთქი ჩემს სახლში. უმარი ყავს. ახლა სხვა ვინ იმსახურებდა? შენ ხო სომეხი ხარ? მე ხო სომეხი ვარ. ჩემს გარდა არავინ არ იმსახურებდა ამას და დღეს ვარ მე აქ. და არა თქვენ. წავიდეთ ნახოთ რა ხდება ჩემს. საშა, ახლა ტური გაქვს შენ, იმიტომ რომ საერთოდ არ ყოფილი ხარ. შემოდით, ეს ჩემი სახლია, მოგძანდით. ეს ჩემია. ჩვენ წეღარ ვნახეთ რომ ნიკამ თურმე მეტალოპლასმასები დაგვიმზადა. თან შავია ხალხნო, ანუ ერთ წუთი. არა ყავისფერი, არა თეთრი, არა კრემისფერი, შავია. ისე შავი რატო? შავი რატო და ჩვენ რო გადავწყვეტეთ რომ თეთრი მეტალოპლასმასები უნდა გქონოდა, იმიტომ რომ ბევრი ფული არ გქონდა. ზევით სხვენში გაჩვენებთ, გავაკეთე ყავისფერი მეტალოპლასმასი, მეთქი ახლა ერთ მეტალოპლასმასში ცოტა მეტ ფულს გადავიხდით, ხო? ზედა მეტალოპლასმასი დაახლოებით 700 ლარი დამიჯდა, გაჩვენებთ ესე სამკუთხედია. თეკლას რო ვანახე და რო უთხარი სახში ყავისფერი მეტალოპლასმასი იქნება, თქო თეკლამ თქვა რომ აუ რენდერში რო შავი მინდა რომ იყოს. აი და ცოტა ფულები დავამატეთ და შავი მეტალოპლასმასი გვაქვს. ხო მაგარია ძალიან. ულამაზესია მართლა და ნიკამ დაამზადა, არ ვიცოდი ესე მალე თუ დაამზადებდა, ვთხოვე რომ რაღაც ორ კვირაში თუ შეიძლება რომ გავაკეთოთ თქო და ნიკა ბრავო. ეს მეტალოპლასმასები შევუკეთე დაახლოებით 4 ფანჯარა. 4 ფანჯარა. 2 მექნება დასამატებელი, ჯერ ვფიქრობთ ფორმაზე და ზომაზე. და 4 მეტალო დამიჯდა 2200 ლარი ბადეებთან ერთად. მაგარი ფასია, იმიტომ რომ გონი მაგარი ფასია. შავი მეტალოპლასმასი თავის ბადეებთან ერთად და მონტაჟიანად 2200 ლარამდე დამიჯდა. მადლობა ნიკას მეტალოპლასმასებისთვის შეგიძლიათ ნიკას დაურეკოთ. დიახ, ახლა დავათვალიერებთ ჩემს სახლს რა მდგომარეობაშია. ეს ყველაფერი ჩამოყარა ზალმა. გასაგებია, რა საკეთებდა ლინა ჩემს სახლში, სანამ მე აქ არ ვიყავი და ვერ მოვდიოდი ფიზიკურად. ეს ჩვენი სამზარეულოა. ეს ჩემი სამზარეულოა, რომელიც აღარ არსებობს. გახსოვს აქ დიდი ბზარი რა იყო? თურმე უფრო დიდია. აი მე მეწეჭემო. ეს სულ ჩამოდის, ხო? ეს არის ფაქტობრივად. კი, გავამაგრე. თან ნახეთ, ლოდები გვაქვს. კი, ანუ ქვები გვაქვს. მაგარია. ხო, ესეც აღარ იქნება, აქ იქნება არაჩვეულებრივი შავი მეტალო, ძალიან მაგარია. ეს არის ჩვენი, ხო, ნუ ეს ალბათ წავა აქედან. ნახე, ყოჩაღზალ, შენ 10-დან 10. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით, ზალს რამდენს უწერთ 1-დან 10-მდე.
აქ არ ჩამოვხსენით ეს კედელი, იმიტომ რომ ძალიან მყარი იყო და იქ გავაფართოვეთ ის ბზარი, რომელიც უნდა გავამაგროთ. აქ ცოტა რბილი იყო კედელი ჩამოვხსენით და რამდენი ხანში მორჩა ისე? ანუ რამდენი ხანი? 3-4 დღე დაჭირდა რა. ყოჩა, ჩვენ ვცადეთ, არ ვიცი, ალბათ წინა ვიდეოში ნახავდით, თუ წინის წინას, მე მგონი წინა ვიდეოში, ვცადეთ, რთული იყო, ნამდვილად ვცადეთ. ცოტა გამოგვივიდა, მერე დავნებდით და მერე გადავაბარეთ ნიკას. მაგრამ მაინც მაგარი იყო რა. ვისწავლეთ იმის გამოყენება პერფერატორის. ამ კედლის პრობლემა, რამდენად პრობლემატური იყო ეს კედელი ხო გახსოვთ? ახლაც პრობლემატურია და ეს არის ჩემი დაბადების დღის კაფები. უცებ რომ მივაწევეთ მე და ფოქსიელენიკო მაგ რაღაცები. ეგ რაღაცები ახლა ავაძრეთ. აპდეიტს მოგცემთ კიდევ რომ არ გადავიღეთ ის რომ არ გადავიღეთ რა უბრალოდ დღეს დაგვეძინა დილიდან აქ მუშაობდნენ კაცები რომლებმაც ეს მთლიანი ნაგავი გაიტანეს ანუ ამ ქუჩაზე მთლიანად ჩემი ტომრები იყო და წავიღეთ და მაგაში 500 ლარის გადახდა მომწია წინას რაღაც 130 გადავიხადე მაგრამ ახლა რადგან ბევრი რეისის ჩატარება მოუწიათ ძალიან ძვირი დაждდა მაგრამ რა ვქნათ 500 ლარს ძალიან დიდი ნაგვის გატანაში მგონი საშაც გადაიხდიდი ისი რა წამოეძოს განახებ ეს არის 2 კვირის შემდეგ ჩემი სახლის აპდეიტი. წავედით. ესეც უნდა გადაგვაგდო რა, უბრალოდ დილით ადრე რომ ამდგარიყავით, ძალიან ბევრ რაღაცას გამოვასწორებდი. ნახე, ანუ მოხვეტა ადამიანმა, შეხედე. ვაუ. ხო მაგარია. და ნახე, აქ გახსოვს, ხავსის სახლი რო იყო, აქ შეგიძლია ირბინო. აქ შეგვიძლია რომ სარბენი ბილიკი დავამაგროთ და აქ ივარჯიშო ხოლმე და ჯიმი იყოს და რავი, ანუ შეგიძლია რომ სტუმრები მოიწვიო და აკაკუნო, რა ვიცი, რაც კიდე ის. აქ პროსტა, ანუ როგორც მინიმუმ შეგიძლია დაждე. კი. ანუ სკამი მოიწანა და აი ევროპაში რო ვიწრო ბარებია რა, აი აქ შეგიძლია რომ მაგიდები გააკეთო და სამზარეულოდან გამოგაწვდის ვიღაცა. მაგარია რა. თქვენ კიდე ის რა არ გინახავთ? პანჯარა მოგზევით. მე კი მერჩვინა რომ პანჯარა არ ყოფილიყო და იქიდან გადმომეძახა ვინმესთვის მრავე, მაგრამ უნდა ყოფილიყო რა. კი ძალიან ცხელა ზევით მაგის გამო, მაგრამ პანჯარა არის რა. ძალიან მაგარია, ძალიან ბედნიერი ვარ. ჯერ ერთი გითხარი საშა როგორ ჩამოხვედი ვესპათი. არის ჩვეულებრივი, ვად. ძალიან კარგი იყო მართლა. იმაზე, ანუ ამაზე უარეს ველოდი სიმართლე გითხრა. ფეხები გეტკინა თუ არა? არა, ვაფშე არა, რა ვიცი, მიჩვეული ვარ მგონი უკვე მართლა. ხამაკისაც წავიდა. აი ეს არის მეგობრობა, ამოვიდა და არც მეხმარება. თან უნდა გადავიღო. რაში დაგეხმარო? არა, კატასტროფულად არ ცხელა, მაგრამ ცხელა. მაგრამ აქ იმაზე ნაკლებად ცხელა, ვიდრე მეზობლის სახურავის ქვეშ, იმიტომ რომ იმას მემბრანა არ აქვს და მე და საშამ იმ დღეს აქედან გადმოვყარეთ მორები. იმ დღეს რა წინა ვლოგში გახსოვთ, აქ ხის მორები იყო და რაც შევძველით გადმოვყარეთ და ეხა დანარჩენი აქ ასახვეტია. და ჩასანგრევია აქაურობა და ძალიან მაგარი იქნება რომ ჩავანგრევთ. ერთი სული გაქვს, მეც. გინა დღეს. ობობის ქსელი იყო და სახეზე მაგ. ეს პანჯარა არ გაიხსნება. ალბათ იტყვით რომ ისეთი გაგიკეთებინა რომ გახსნილიყო ვიცი. მაგრამ არა უშავს. გახსოვთ აქ რო ვთქვი ფოქსიელენიკოს ოთახი იქნება მეთქი და ქაინდა რომ დაიწუნა. ფოქსო ნახე, ანუ პანჯარა გაქვს, ოღონდ ანუ სახელმწიფოს პანჯარა გაქვს. არის ნაწრთობი მინა, საერთოდ არ მინდოდა ნაწრთობი მინა რა. მაგრამ ჩვეულებრივ მინასა და ნაწრთობს შორის ეგაა განსხვავება, რომ ეხა ქვა რო ესროლო რა. ეხა ქვა რო ესროლო, ან გაიბზარება, არ ჩატყდება და ესეთ ადგილას რო არის მინა, მოკლედ ქვევით ვინმე რო არ რამე რო არ მოხდეს. ნაწრთობი უნდა ყოფილიყო, რამაც გააძვირა ფასი და ის ყავისფერი რო არის, მაგანაც გააძვირა და 700 ლარი ჯდებოდა. მაგრამ გახსოვთ მე და საშამ ტრილიონი ხე რომ მოვათრიეთ აქ. იმდენი ხე დარჩა რომ ნიკამ თქვა რომ თუ ეს ხე არ გჭირდება, ამ ხეებს წავიღებ და შუშაში გაგიცვლიო და ეგრე დავზავდით. ჩემი girl message ეს პანჯარა უფასოდ მივიღე, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. 4 ცალი ხე დამჭა შეგიძლიათ რამეში გამიცვალო. ნახე რა მაგარი. დილით გაიღვიძე. აი ესე გააღე და მეზობლებო. ნანადეი და ყავა რა. კაი, ეხლა გადმოვიტან ნამცხვარს. აქ ვიდექი, როდესაც გადავიღე ვაირალ ვიდეო, რომელსაც YouTube-ზე 12 მილიონი ნახვა აქვს. 12 მილიონი ძალიან ბევრია. ან ძალიან ბევრია. და ძალიან ბევრი ქვეყნის მოქალაქემ ნახა. ესე რომ ურტყავდა აქედან რომ ჩამოდის წყალი. ეხლა დაგისვამთ ერთ კითხვას, გულწრფელად მაინტერესებს. და მართლა მინდა რომ პასუხი დამიწეროთ რა. ვინმეს ეგ ვიდეო რო ნახეთ, რომ წყალი ჩამოდის. გეგონათ რომ სახურავი ისე ცუდად გადავხურე,
რო წყალი ჩამოდიოდა. თუ ყველა მიხვდით რომ მაშინ სახურავი არ ქონდა ჩემს სახლს და წყალი დაგროვილი იყო და იმიტომ ჩამოვიდა. დამიწერეთ კომენტარებში, მე დიდი სიამოვნებით 100%-იან პასუხებს მივიღებდი, ანუ ყველა მაყურებელს დავუწერინებდი მაგის პასუხს. უბრალოდ მითხარით. იცოდით, რომ წყალი იმიტომ ჩამოვიდა, რომ დაგროვილი იყო და ზევით სახურავი არ მქონდა, თუ გეგონათ, რომ ახალი სახურავი ჟონავდა. მადლობა. დავალოდები, სტატისტიკა მაინტერესებს. ჩემი მაყურებელი ხვდება თუ არა ეგეთ რაღაცებს. ნახეთ როგორი ხმა აქვს. ბუჟი. ეს იქნება სამზარეულოში. ეს ძალიან მაგარია რა. კი, ძალიან. კაი, საშ, რა გავაკეთოთ ახლა, რომ მოხვედი, იკატავი, დაათვალიერე. კაი, ერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ჩემი აზრით, ორი იდეა მაქვს. ან ვიპოვოთ რამე რაც შეგვიძლია დავალაგოთ, ისევ ეზო ან რაღაცა, ან დღეს შეგვიძლია ვიყოთ როგორ არის მებაღეები შეგვიძლია ვიყოთ. არაფერი არ გვაქვს ბაღისთვის. ნახე რას გულისხმობ, აი ეს შეგვიძლია მოვაშოროთ თუ გინდა. აუ, ჩემი აზრით აი აქ ეხა არ იმაშვები, რა ქვია. სპონსორობას არ ვითხოვ, მაგრამ ეხა ანუ ისე ვლაპარაკობთ, რომ ლოგიკურად უნდა ყოფილიყო. ჩვენ ხო ბაღის სეკატორი გვაქვს. ბაღი-ჯი. არ არსებობს ბაღი. სეკატორი გვაჩვეთ რა და ის ვინ გინდა რომ დაგვასპონსოროს? ბაღი-ჯი. აუ ვინმე საიტი გააკეთეთ ბაღი-ჯი, ხო. რასაც დადებთ მე თვითონ ვიყიდი და ვიტყვი რომ ბაღი, აუ მაგარია. ბაღი მაგარი სახელია. გინდა ჩვენ გავაკეთოთ ბიზნესი ბაღი. არა, სპონსორობიდან რო ბიზნესი შექმნამდე მივედით. კი. ხო და ეს მე ავალაგოთ და ბროწეულის ხესაც მივხედოთ რა, თორე ბუჩქნარში არის რა. ბაღი-ჯი, დაგვიკავშირდით. ნახე დამოჩუქე. მაგრამ. ძალიან მაგარია. არა, ეგეთი რთულიც არისო რა. ვაუ. სწორედ გავაკეთე, ხო? ესე უნდა გამოვარდნილიყო. კი, ეგ უნდა გადმოვიდე. აუ, ძალიან კარგია. ჩვენ გვაჩუქეს პნევმატური ჩაქუჩი, ამიტომ ახლა აქამდე ხო ამბობდი სახში ვინ ჩემოა, პერფერატორით დავეტაკებით, ხო, პნევმატური ჩაქუჩი. Oh Lord, last long day she say goodbye. რადგან ჩვენ გვაქვს შავი მეტალოპლასმასი, ჩვენ ყავს შავი ძაღლები, ორივე ახლა შემოვიდა, რომ დაეჩექა აქაურობა. Look at this thing, bro. სათვალეც მოყვება და ანუ ყველაფერი არ ვიცი ახლა ზუსტად რა შემჭირდება, მაგრამ ძალიან მაგარია, საშაც impressed იყო. ეს არის პნევმატური ჩაქუჩი. ასეთია. ვარც მეც მინავთ. ყვიებიც გამოგვატანა. სათვალე გაიკეთე უბრალოდ. მაგარია. მიდი. აუ ერთი წამი ფაროს არა დაბაჭდა. წავიდა, მიდი. უცებ უნაქნა. იარაღის ხმა და თან აისხლიტა რაღაცები. გეუბნები სათვალე მინდა გაიგე. ეს ძალიან სახიფათო რამეა. მაგრამ ძალიან მაგარია. ყურებში, აი დაახლოებით ალბათ სასროლეთში ესეთი ხმებია მართლა. კი. შიგნით მგონი აქვს თოფში რაც არის ის წითელი რაღაც და ეგ ფეთქდება რა. აუ ანუ აი რა კონტენტს არ ნახავთ ამ არხზე, ოღონდ ბარზო აი ყველაზე უცნაურ რაღაცებს ნახავთ. მოდი ახლა ამით თავი მოვიკლათ. და მე ესე უნაქნა. რომ გადმოიყაროს. აი უეჭველი ეს ამაში არის წითელი რაღაც და ეს ფეთქდება. იმიტომ რომ სუნი აქვს იარაღისა. საშას ხელთათმანზე იმდენ რაღაც დაიწერა. მე დღეს მექნება პროფესიონალის ლურჯი ხელთათმანი. იმდენი გიშრომია ამ სახლში, რომ ჩემი აზრით ჩვენ იმსახურებ. ჩემი აზრით საშა იმსახურებს ოქროს ხელთათმანს. ალბათ დამეთანხმებით. ნამდვილად. დახუჭა თვალები. შენთვის ახალი ხელთათმანი გვაქვს. ოქროსფერი არ იყო, მაგრამ აი ასეთი ხელთათმანი არავის არ ექნება. როგორი წვრილიც არ უნდა, რაც არ უნდა ჩადოს ამ სახლში, მაგრამ ფოსფორისფერი, ანუ ღამეც რო იმუშავებ ხოლმე, არ დაიკარგები. ნახე. დღეს ღამეც ვიმუშავებთ. კი, და ნახე ამ ხელთათმანს მე აქ არ დავტოვებ. ეს არის განსაკუთრებული ხელთათმანი. ამას მეორეს არ გიყიდით. მეორეს ამ ფერს არ ვიყიდით. ეს არის ჩემი ხელთათმანი. და ნახე. კი. ეგ არის. აი არ ვიცი რა, პაშკორიანინი ამას ხედავ.
რაც არ უნდა მოხდეს თავში, მე ხუთლარად იქნები სუპერ უსაფრთხოდ. ანუ მეორე თეთრი აქვს საშას, ასევე და ეს იქნება სტუმრისთვის. აი თეკლა რო ჩამოვა, დაიხურებს აი ამას რა. ასევე ხუთვარიან. ჩვენ უნდა ჩავაგდოთ აი ეს რა, მთლიანად. Sometimes all I need is the air that I breathe just to love you. ეხლა ნახე რას გავსაკავრო. ეს შემოყარე. ვაუ. მაგარია. არა თასა. აი ეს როგორ უნდა ჩამოვაგდო, ნახე. აი ნახე. ამასე იყორდნობა ზემოდან. პირველად გამომადგა ეს ჩაფხუტი. ახლა მართლა შეიძლება თავში ჩამიცეს. სხვა ტაქტიკა უნდა მოვიფიქროთ საერთოდ. აი ნახე ეს უნდა მოხსნათ. და მაგაზი არის ყველაფერი დამაგრებული. და ისიც უნდა მოხსნათ. ჩაქუჩით. მაგარია. თავში რო ჩაგეცეს, ეგრევე მოკვდები. ჩემს ეზოში არ არის გემრიელი ადგილები, რომ ჰამაკი გავაბათ და ერთი და იგივე ხიდან, ერთი და იგივე ბოძზე ვართ დაკიდებულები. Strong army. Wow, great. მართლა? ისეთ რაღაც გავაკეთეთ. პირველ პატარა ოთახში გვაღიზიანებ და ჭერი რო იყო საერთოდ და აქ ჩამოვდექით ამ კოჭებზე და ვურტყით, ანუ მთელი დღეა, აი ესე ვდგავართ. და ამას ვურტყავთ. აი ესე ვურტყავდით და ნახე ქვევით ყველაფერი არის ჩაცვენილი, საშა არის უძლიერესი ქალი, ამას სხვა ვერავინ ვერ გააკეთებდა. ეს კოჭები არის სუპერ ძველი და თავიდან უნდა გავაკეთოთ ახალი და მაგარია ძალიან. აქ არ ვიცი რას გააკეთებს თეკლა. მაგრამ უძველესი სახლი არის და ყოველ ჩამოსვლაზე, ყოველ ჯერზე თავიდან ვიკვლევთ რომელი კუთხე კუნჭული როგორ გააკეთეს და Kinda საშინელებაა, მაგრამ ალბათ ადრე სხვანაირად ვერ აშენებდნენ და ამაზე დიდი სამუშაო არ გაგვიკეთებია. აი, გავიხვითკეთ. სამაგიეროდ ჰამაკებშიც ვიწექით და ბალიც ვჭამეთ და ძალიან ბევრი იყო რა საშა რა სიტყვი. როგორც ყოველთვის რთული იყო. არა, ყოველთვის არ არის რთული, მაგრამ ღირდა, ახალი რაღაცა ვისწავლეთ. რა, ფეხით ჩარტყმა და დავისერეთ ფეხები. ჩვენი სიძლიერის დონე გამოვცადეთ. მე მართლა, ანუ ვიცოდი, რომ ძლიერი ქალი ვარ, მაგრამ ესეთი ძლიერი მე ყოჩაღი ვარ. ძალიან ყოჩაღი ხარ. და ლინამაც ძალიან მაგრად გაართვა თავი, რა თქმა უნდა და მთლიანობაში კარგი იყო. დღის ჰაილაითი იყო ალბათ ჰამაკები. კი, ძალიან კარგი იყო რა. ახლა ჩავთ და გაჩვენებთ როგორ ვიწექით. ანუ გვაქვს ერთი ხე და ერთი ბოძი და ორი ჰამაკი გავობით და საშა ზევიწევს და მე ქვევით. ძალიან კაი იყო. მაგარი, ჩემი აზრით ძალიან პროდუქტიული იყო რა. კი, თან ხილი გვაქვს ბევრი და უკან ვესპათებუნებით და ბანახი შენი ხელთათმანი? ესეთი ხელთათმანი არა ვიცარა. ნიკა იყო მოსული, საშამ რაღაცები აუხსნა რაც გავაკეთეთ და შემდეგი ეტაპი არის ელექტრობა უნდა დავგეგმოთ, სად როგორ გავიყვანთ. არ ვიცი ამ ბლოგში იქნება თუ არა. მაგრამ შემდეგ ბლოგში გვეყოლება თეკლა, რომელიც გვეტყვის სად რა შესაძლებელი რა ნატურა უნდა იყოს. მე ბატონი ზურაც პარალელურად ვიზრუნებთ გათბობის მილების გაყვანაზე და ფაჯების ჩასმაზე. ეს ყველაფერი დაჩქარებულად მიწევს რომ გავაკეთო, იმიტომ რომ ადამიანები რომლებიც ლესვაში დამეხმარებიან დედლაინი დამისვეს არა, უბრალოდ კარგი იქნება მოკლედ ივნისის ბოლოს თუ გავაკეთებ მაგ ყველაფერს და მანამდე შიგნიდან რა სამუშაოებიც იქნება გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ და თუ ვინმეს შენიშვნა გექნებათ მაგასთან დაკავშირებით რავი წინასწარ გეტყვით რომ ეს სახლი მთლიანად უნდა შეიფუთოს ბადით რომელსაც დავამაგრებთ კედლებზე ადგილებში დაგჭირდება არმატურა რომელსაც ჩავწმიმე და
ნახოთ რა იქნება. და ბოლოს დაახლოებით 2 ეპიზოდში მიწევს უკვე კედლების გალესვა, რაზეც ვიცი, რომ ძალიან მარტივი პროცედურაა, თუ იმ აპარატს გამოვიყენებ, რომლის გამოყენებასაც ვაპირებ. და ძალიან დიდი ხანია გვინდა, რომ რომელიმე ქართველი იუთუბერი მოვიწვიოთ ჩვენს ეპიზოდებში, მგონია, რომ ანუ ლესვაში დაგვეხმარებიან, ან სხვა რამეში დაგვეხმარებიან, ამიტომ გთხოვთ დამიკომენტარეთ თქვენი აზრით, რომელი იუთუბერი მოუხდება აქაურობას, როგორ გაუმკლავდება, შეგიძლიათ დაგვიწეროთ რა თასკი მივცეთ და ჩვენი კომუნიკაციის სკილებით ვეცდებით, რომ დავუკეროთ ეგ იუთუბერი და მოვიყვანოთ აქ. ვესპათი ვერ დაგპირდებით, მაგრამ ვამუშავებთ კარგად. ვამუშავებთ კარგად და მე ამაგშიც წავაწვენთ და აფციაურების ხინკლითაც გაუმასპინძლდებით. იუთუბერი ან კრეატორი, ან მხატვარი, ან მოცეკვავი, ან მომღერალი ნებისმიერი რა. ეგ არის. კარგად.